ქრისტე აღსგა. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ქრისტეს მადლი და წყალობა არ მოკლებოდეთ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პოდკასტს ნათლისღების საკითხებთან დაკავშირებით და ვაგრძელებთ ედიშერ ჭელიძის არგუმენტაციის განხილვას წყალყურებით და წყალდასხმით ნათლობებთან მიმართებაში. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, გავაგრძელებთ უпростоრედ წინა პოდკასტის თემას და განვიხილავთ მოციქულთა 50 კანონთან დაკავშირებულ არგუმენტაციას. ჩვენს ყურადღებას იპყრობს ედიშერ ჭელიძის ასეთი განცხადება. მოტანილ კანონს, ანუ მოციქულთა 50-ს, რომ დასხმითი წესით მონათვლის უარყოფა კონდეს განზრახული, ეს პირდაპირ იქნებოდა მასში თქმული. კერძოდ ასე. ვინც სამგზისი დასხმით მონათლოს და არა სამგზისი შთაფლით განიკვეთოს. ედიშერ ჭელიძის აზრით, რაკიღა კანონში ასე თქმული არ არის, ეს პირდაპირ დასხმითი ნათლობის აღიარებას ნიშნავს. მაგრამ ასეთ შემთხვევაში გვაქვს გადაულახავი წინააღმდეგობა. რატომ არ იცავს წმინდა მოციქულთა 50 კანონი დასხმით ნათლობას ისევე, როგორც შთაფლიც. ედიშერ ჭელიძე, რომელსაც ჩვენს მართლმადიდებლობაში ეჭვიში აქვს იმის გამო, რომ თურმე არ ვიცავთ დასხმითი ნათლობის უძველეს წესს და ჩვენ შესახებ აცხადებს. არანაირი კავშირი ეგრეთ წოდებულ ძველ მორწმუნეობასთან, ძველ მართლმადიდებლობასთან, ანუ მართლმადიდებლობის ძველ ეპოქასთან მათ არ შეიძლება ჰქონდეთ და არც არანაირად აქვთო, რადგან ძველი მართლმადიდებლობა და ძველი მორწმუნეობა თვით სახელიდან გამომდინარე სწორედ ადრეული საუკუნეების, კერძოდ მსოფლიო კრებათა ეპოქის მოძღვრების უცვალებელ დაცვას გულისხმობს. ხოლო წყალდასხმითი ნათლობის მიუღებლობისა და ამდაგვართა გადანათვლის გამო ათასგვარ შეურაცხყოფასაც გვაყენებს და გადამშთაფლელებს, თავგასულებს, თავხედებს, ბოროტს ახველებს და რაც ყველაზე მძიმეა, მაცხოვრის მეორედ ჯვარცმელებსაც კი გვიწოდებს. თუმცა იმას, რომ მოციქულებმა და საერთოდ მთელმა წმინდა სამოციქულო და მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავის კრებით დადგენილებებში არსად არასოდეს ისე არ დაიცვეს ნათლისღების დასხმით მყურებითი წესი როგორც შთაფლითი, რადგან წყლის მყურება არასოდეს ყოფილა ნათლისღების მართლმადიდებლური საიდუმლოს კანონიკური და ნორმატიული სახე, ამას ედიშერ ჭელიძე არად დაგიდევდა. მაინც რატომ ითხოვს ედიშერ ჭელიძე კანონის ასეთ ფორმულირებას, ვინც სამგზისი დასხმით მონათლოს და არა სამგზისი შთაფლით განიკვეთოს. განაწმინდა მოციქულთა 50 კანონის ფორმულაში იგივე არ არის ნაგულისხმევი? რა უფრო გონივრულია სათითაოდ მიანიშნო ყველა მწვალებლობის მიერ ცალ-ცალკე გამოგონილი ნათლისღების წესები და წარამარა მიიღო ცალკეული განწესებები ნათლისღების საიდუმლოს სწორი შინაარსის დასაცავად, თუ მიიღო ერთი და ყველა მწვალებლობის გამანადგურებელი ფორმულა? ბრძენი მოციქულები ასეც მოიქცნენ. მათ სწორედად ნათლობის ის შინაარსი და ფორმა დაიცვეს, რომელიც მართლმადიდებლურია, ხოლო ყოველი სხვა, რომელიც მათ დროს არსებობდა, ან შესაძლოა მომავალში გაჩნდეს, ერთი ხელის მოსმით, ერთი კონკრეტული ფორმულირებით უყუაგდეს. მაგრამ აქ შეიძლება ვკითხონ, რატომ გაამახვილეს მოციქულებმა ყურადღება ერთგზის შთაფლაზე და ქრისტეს სიკვდილის მიმართ ნათლისღებაზე? ამგვარ შემოპასუხებას მიუგებთ, რომ ყოველ კანონს რაღაც მიზეზის გამო იღებდნენ. ასეთივე მიზეზი ჰქონდა 50 კანონსაც, რასაც ქვემოთ დეტალურად შევეხებით. აქ კი აღნიშნავთ, მიიღეს რა კანონი კონკრეტული დარღვევის წინააღმდეგ, წმინდა მოციქულებმა მომავალშიც რომ არ დარღვეულიყო ნათლობის შინაარსი, ჩამოაყალიბეს ისეთი ფორმულა, რომელიც მწვალებელთა ყოველგვარ მომავალ წესივრობებსა და უკეთურ ფანტაზიებს აღმოფხვრიდა. კონკრეტულ ცდომილებაზე ყურადღების გამახვილება სწორ სწავლებას ამ კონკრეტული მწვალებლობისგან დაიცავს. მაგრამ თუ ჩამოყალიბებული არ იქნება ამგვარი უარყოფის მიზეზი და თვით სახე მართლმადიდებლური სწავლებისა, მაშინ ქამელეონივი ცვალებად მწვალებლობას მომავალშიც მიეცემა მართლმადიდებლურ სწავლებაზე თავდასხმისა და მისი გაყალბების შესაძლებლობა. ამიტომაც წმინდა მოციქულები 50 კანონში ერთხელ და სამუდამოდ ყველა დროისთვის საჭირო განწესებას აყალიბებენ და ამისთვის სათითაოდ ყველა არსებული და მოსალოდნელი დარღვევით ჩამოთვლა ჩამოყალიბების საჭიროებას ვერ ხედავენ, რადგან არსებული ფორმულების პირობებში ამისი საჭიროება არც არსებობს.
კონკრეტულმა მწვალებლობამ, ნათლობის აღსრულებამ ერთგზის შთაფლით ქრისტეს სიკვდილის მიმართ, მოციქულებს უბიძგა მიეყოთ კანონი, როგორც ამ კონკრეტული ასევე ყველა სხვა მომავალი და მოსალოდნელი დარღვევების წინააღმდეგ. შეიძლება კითხვა დავსვათ პირიქითაც. რატომ არ მიანიშნა კანონმა, ვინც სამგზის შთაფლით ან დასმით ან მისხურებით არ მოინათლოს, არამედ ერთგზის, როგორც კანონშია, შეჩვენებული იყოს? რატომ აკეთებენ სკოლებში ძველ ქართული და ძველ სლავური დიდი რჯულის კანონების თარგმნას შემდგენლები მითითებას მაინცსა და მაინც შთაყოფაზე და ჩაძირვაზე? რატომ არავინ გააკეთა შენიშვნა სხურება ბყურებაზე და მეტიც ამ სხურება ბყურებას კრძალავენ კიდეც? ნუ თუ ეს გარემოება არაფერს ნიშნავს და გვაძლევს უფლებას ვამტკიცოთ, რომ რადგან მითითება უშუალოდ კანონში არ არის, ის ნებადართულია? ცხადია ამის უფლებას ამგვარი მითითების არარსებობა არ გვაძლევს. მაგალითად, იყვნენ მწვალებლები, რომლებიც ნათლავდნენ თავდაყირა. ამგვარი ნათლობაც არ არის აკრძალული მოციქულთა 50-ე კანონში და რა? რადგან მოციქულთა 50-ე კანონს ეს არ უსვენებია, თავდაყირა ნათლობა ან მისი მსგავსი ნებისმიერი სიმახინჯე ნებადართულია? ან კიდევ დღეისთვის ფეხს იკიდებს ეგრეთ წოდებული აერობაპტიზმა, ანუ ჰაერში ნათლობა, როდესაც მოსანათლავს სამჯერ ჰაერში აწევენ და წმინდა სამების მოწოდებით ნათლავენ. მას აერობაპტიზმა ნებადართული და კანონიკური ფორმაა? ამ მხრივ მეტად საყურადღებოა ათენის უნივერსიტეტის პროფესორის პანაიოტის ბუმისის ნაშრომი კანონიკური სამართალი, სადაც ის წერს, რომ ეკონომიითა და საგანგებო შემთხვევებში თუ დიდი საშიშროებაა, რომ ჩვილი მოკვდეს, შეიძლება მოხდეს ეგრეთ წოდებული ჰაერით ნათლობა. ანუ ჩვილს სამჯერ აამაღლებენ ჰაერში ყოვლადწმინდა სამების სახელით. ჰაერით ნათლობის აღსრულება, განაგრძობს ავტორი, შეუძლია არა მხოლოდ ეპისკოპოსს და მღვდელს ან დიაკვანს, არამედ უბრალოდ საერო პირსაც კი, კაცს თუ ქალს. საგულისხმოა, რომ ეს ნაშრომი რეცენზირებული და ნებადართულია გამოსაცემად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის მიერ. ხელს აწერს ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსი გრიგოლი. წიგნის რედაქტორები არიან ექვთიმე კოჭლამაზაშვილი და დეკანოზი იოანე მამნიაშვილი. წინა მოციქულთა 50-ე კანონში არაფერია ნათქვამი ამგვარ ნათლობაზე და აქედან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ნებადართულია? ცხადია არა. სწორედ ყოველ ამგვარ გამომგონებლობას დაუყოფს პირს მოციქულთა 50-ე კანონი, რომელიც კანონიკურ წესად მხოლოდ მოსანათლავის წყალში შთაფლას განაწესებს და ითხოვს, თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამგზის შთაფლვა ერთი საიდუმლო ქმედების, არამედ ერთგზის და უფლის სიკვდილის მიმართ აღესრულოს, განკვეთილი იქნას. რამე თუ არ უთქვამს უფალს, ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელსემდით, არამედ წარვედით და მოწაფენით ყოველნი წარმართნით და ნათელსემდით მათ სახელით და მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. წიგნის ეკლესია ზალი უფლისას 115 გვერდზე ედიშერ ჭელიძე ასე მსჯელობს. ჟულის კანონს რომ დასმითი წესით ნათლობის უარყოფა არა აქვს განზრახული, ეს იქიდან ჩანს, რომ მასში მინიშნებაც კი არ არის დასმითი წესის ნათლობის უმართებულობაზე. თანაც დაზენს ეს მომენტი მეტად მნიშვნელოვანია. მაშა სადამე ედიშერ ჭელიძეს ლოგიკით თუ წინა მოციქულთა 50-ე კანონში მინიშნებაც კი არ არის დასმითი წესის ნათლობის უმართებულობაზე, მაშინ იგივე შეიძლება ვთქვათ ყველა იმ კანონზე, რომელშიც დაკონკრეტებული არ არის აკრძალვის ძირითადი აზრი. ასეთია თუნდაც იმავე წმინდა მოციქულთა 59 კანონი, სადაც ნათქვამია, თუ ვინმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ნათელს სცეს არაუფლის განწესებისამებრ შესაბამისად მამის ძის და სულიწმინდის მიმართ, არამედ სამი დაუსაბამოს ან სამი ძის ან სამი ნუგეშეინცემლის მიმართ განიკვეთოს. სხვა თარგმანით, თუ რომელიმე ეპისკოპოსი ან მღვდელი ნათლისღების საიდუმლოს აღასრულებს არაუფლის განწესებისამებრ, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, არამედ სამი დაუსაბამოს ან სამი ძის ან სამი ნუგეშეინცემლის მიმართ განკვეთილი იქნას. რას კრძალავს ეს კანონი? ედიშერ ჭელიძის ლოგიკით, ანუ მოციქულთა 50-ე კანონის მისეული განმარტებიდან გამომდინარე, მხოლოდ იმას, რაც ამ კანონშია მოხსენიებული, ნათლობას ან სამი დაუსაბამოს, ან სამი ძის, ან სამი ნუგეშეინცემლის მიმართ. ესე იგი, აქაც იგივე სურათი გვაქვს. მოციქულთა 50-ე კანონში დაგმობილია კონკრეტული მწვალებლური ნათლობა ერთგზის შთაფლა ქრისტეს სიკვდილის მიმართ, მაგრამ მის წინააღმდეგ მიღებული ფორმულირებით საზოგადოდ დაიგმო ყველა არასწორი ნათლობის სახე, რომელიც იმ დროს არსებობდა ან შესაძლოა მომავალში გაჩნდეს. ასევე მოციქულთა 59 კანონით ხსენებული მწვალებლური ნათლობების გარდა, სამი დაუსაბამოს ან სამი ძის ან სამი ნუგეშეინცემლის მიმართ ნათლობა გმობს
ნებისმიერ სხვა ნათლობას, რომელიც არ შესრულდება კონკრეტულად მამის ძირით და სულიწმიდის სახელით. გამომდინარე აქედან შეიძლება თუ არა რომელიმე მწვალებელს, რომელიც მართალია არ ნათლავს ისე როგორც წინა მოციქულთა 51 კანონში აღნიშნული, მაგრამ არც მამის ძირით და სულიწმიდის სახელზე ნათლავს. განაცხადოს, რომ ეს კანონი მას არ ეხება. ავიღოთ თუნდაც წინა მოციქულთა 55 კანონი, რომელიც მწვალებლებთან ლოცვას კრძალავს. თუ ეპისკოპოსი მღვდელიან დიაკვანი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეგზალოს მღვდლობა, თუ ნებას მისცემს მათ ერეტიკოსებს, რომ შეასრულონ რაიმე სამდელო წესი, როგორც თვლებმა განიკვეთონ. არც აქ არის დაკონკრეტებული, თუ რომელ მწვალებელთან არის აკრძალული ერთობლივი ლოცვა, რადგან კანონი საერთოდ ყველა ჯურის მწვალებელთან ლოცვას კრძალავს. მას შეუძლია თუ არა ედიშერჭელიძეს ან ვინმეს გვიმტკიცოს, რომ რადგან ამ კანონში ან მის მსგავს სხვა კანონებში ესა თუ ის მწვალებელი მოხსენიებული არ არის, მასთან ერთობლივი ლოცვა დასაშვებია. არ შეიძლება რომელიმე მწვალებლისთვის მღვდელმსახურების უფლების მინიჭება. შეუძლია თუ არა რომელიმე მწვალებელს განაცხადოს, რომ წინა მოციქულთა 55 კანონი გულისხმობს არა მას, არამედ სხვა რომელიღაც მწვალებელს. რას გვიპასუხებენ ედიშერჭელიძე და მისი ფანები? თუ გვიპასუხებენ კანონი ყველა მწვალებელს გულისხმობსო და ეს ასეც არის, მაშინ 50 კანონზეც ასე უნდა იმჟელონ და აღიარონ, რომ მიუხედავად იმისა კანონში ნახსენები არ არის ქრისტეს სიკვდილის მიმართ ერგზის შთაბთვის ნათლობის გარდა სხვა სახის მწვალებლური ნათლობა, მაგალითად წყალყურება, ის ამგვარ განსხვავებულ ნათლობასაც გულისხმობს და გმობს ისევე, როგორც ერგზის შთაბთვას ქრისტეს სიკვდილის მიმართ. ამრიგად, წინა მოციქულთა 51 კანონის მდუმარება დასხმით ნათლობასთან და სხვა რომელიმე მწვალებლო ფორმასთან დაკავშირებით მისდამი დადებით დამოკიდებულებას ან მის დადასტურებას სულაც არ წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით გვახსენდება ერთი ამბავი პროტესტანტებსა და პაპისტებს შორის არსებული პოლემიკის ისტორიიდან. როგორც ცნობილია, რომაელი კათოლიკები ან პაპისტები დაბეჯითებით ერწუნებიან რომის ეკლესიის წარმომავლობას წინა მოციქულ პეტრეზეან, ხოლო პროტესტანტები ამგვარ მტკიცებულებას უარყოფენ. ერთ-ერთ დისპუტზე პაპისტების მხრიდან ვინმე ციპოლიმ პროტესტანტებს მოსთხოვა წინა წერილიდან მიეთითებინათ თუნდაც ერთი ადგილი, რომელიც პეტრეს რომში ყოფნას უარყოფდა. კათოლიკეები აღშფოთებულები იყვნენ პროტესტანტთა კადნიერებით, რადგან ის იმტკიცება, რომ პეტრე ნამყოფია რომში და რომის ეკლესია სწორედ მან დააფუძნა, რომის ეკლესიისთვის საკვანძო საკითხია. მეორე დღეს დისპუტი პროტესტანტებმა წამოიწყეს და სხვათა შორის განაცხადეს. ჩვენსა და მოწინააღმდეგეს, ანუ პაპისტებს შორის განსხვავება იმაშია, რომ სხვადასხვაგვარად ვაფასებთ მოტანილ მტკიცებულებათა ღირებულებას. ჩვენ უარყოფთ პეტრეს რომში ყოფნის შესაძლებლობას. მოწინააღმდეგეებს კი ამის საპასუხოდ არაფრის თქმა არ შეუძლიათ, გარდა იმისა, რომ ამბობენ, ასეთიაო გადმოცემა და არც წმინდა წერილში არის სადმე ნათქვამი თითქოს და პეტრე დამყოფი არ იყოს რომშიო. მას თუ ტიერი კონსულობისა და მონარქიის ისტორიაში არსად ამტკიცებს, რომ ნაპოლეონი არასოდეს ყოფილა ვაშინგტონში, თქვენი ლოგიკიდან სწორედ პირიქით გამოდის, ნაპოლეონი მან ნამყოფი ყოფილა. ასე სჭირს ედიშერჭელიძესაც. მისი ლოგიკა სწორედ იმაში არსებობას გვიმტკიცებს, რაც კანონში არ მოიპოვება. ანუ ნაპოლეონი ვაშინგტონში ნამდვილად ყოფილა და ედიშერჭელიძის ლოგიკის ამგვარი უცნაურობა მარტო წინა მოციქულთა 50 კანონის განმარტებაში როდი იჩენს თავს. ასე მსჯელობს ჩვენი ოპონენტი პროფესორი სხვა შემთხვევებში, რომელთაგან ყველაზე საინტერესო წმინდა ερμოგენეს ნათლობაა და რომელსაც ცოტა მოგვიანებით შევეხებით. ამრიგად ედიშერჭელიძის მესამე სიცრუე მდგომარეობს იმაში, თითქოს და მოციქულთა 52 კანონს არსად ეხსენებინო შთაფლა, ცხადია დასხმას ის არც ახსენებდა ამგვარი ნათლობის მიუღებლობის გამო. რათა უფრო ნათელი გახდეს ედიშერჭელიძის დახვეწილი მზაკრობა, საჭირო უფრო ჩავორმავდეთ მოციქულთა 52 კანონის შნარს და გავაკეთეთ მაინც რატომ დასჭირდა თარგმანთა სხეულიებში ნათლისღების ეკვივალენტად ჩაყოფის ჩაძირვის მინიშნება. ალბათ კითხველი უკვე ხდება, თუ რატომ ამახვილებს ყურადღებას ედიშერჭელიძემ გარემოებაზე, რომ მოციქულთა 52 კანონის ტექსტში საერთოდ არ არის ნახსენები არც შთაფლა და არც თავზე დასხმა. საქმე ის გახლავთ, რომ ამით ედიშერჭელიძის შესაძლებლობა ეძლევა კანონში ორივე ფორმა მოიაზროს და გვიპასუხოს, რადგან კანონი საეკლესიო საიდუმლოზე მსჯელობს და არა მისი აღსრულების ფორმაზე და საერთოდ არ ახსენებს არ შთაფლას და არ დასხმას, უნდა იფიქროთ, რომ ის ერთსაც იცავს და მეორესაც, მაგრამ რამდენად სწორი იქნება ამგვარი შემოპასუხება. ამას თვით კანონის შინაარსი, ტერმინ ბაპტისმას მნიშვნელობა და წმინდა მოციქულთა 50 კანონის სხვადასხვა საღვთისმეტყველო კანონიკური განმარტება გვიჩვენებს. დღეს ამით დავამთავროთ, ღმერთმა დაგლოცოთ.